რუსთავის მერმა ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე ქალაქის სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. ამ ეტაპზე რუსთავში მეექვსე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 700 მოსწავლეზეა გათვლილი და სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის პირველ, მეორე და მე-16 საჯარო სკოლებში სამუშაოებს ეტაპობრივად დაიწყებს. საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ რუსთავის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რუსთავში 2026 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. შეხვედრა ჰქონდა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც სამინისტროს ჩართულობით რუსთავის მერიის გუნდი განვახორციელებთ, რომ სკოლები გახდეს კიდევ უფრო კომფორტული, მოწესრიგებული, ასევე რამდენიმე სკოლის მშენებლობა იგეგმება ჩვენს ქალაქში და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი განხილული იყოს ჩვენს დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად. შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც ჩამოიარა სკოლებში, უკვე შეისწავლა სკოლების სიტუაცია. დღეს გქონდა შეხვედრა, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მიმაჩნია, იმიტომ რომ მთლიანად დავინახეთ, რა დამოკიდებულებით არის ქალაქის მერი, პირველი პირი თუ მისი მოადგილეები, როგორ გეგმავენ და რას გეგმავენ.